რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალებიდან დღეს 1 წელი შესრულდა. მსახიობი 2011 წლის 17 ოქტომბერს 83 წლის სასახლში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დღეს მის საფლავზე მსახიობის ოჯახის წევრები, ცნობილი ქართველი მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. საფლავზე იმყოფებოდა მომავალი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც. ადგილზე შეკრებილებმა რამაზ ჩხიკვაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ეს იყო უნიკალური მოვლენა არა მარტო საქართველოს ისტორიაში, არამედ საერთოდ ხელოვნებაშიც, ოჯახზე არა მარტო ლაპარაკი და ეს იყო უშუალოდ ძალიან თავდავალი და უნიკალური ადამიანი. 1 წელი შესრულდა, რაც რამაზი ეს დიდი არტისტი, დიდი ადამიანი, მოქალაქე, პიროვნება წავიდა ამ ქვეყნიდან. მე ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს, ქართველ საზოგადოებას და საერთოდ საქართველოს ძალიან დიდი კაცი დააკრა. ძალიან დიდი კაცი წავიდა. კაცი, რომელიც უზარმაზარ სიხარულს და ბედნიერებას ჩუქნიდა ხალხს, ამას შეეძლო. მე არასდროს არ გამიგეთებია შეფასება რამაზის ხელოვნების მუდამ ახასიათებდი როგორც ჩემს მეგობარს. მე დღეს თავისუფლებას მიცევ, შეფასებაც გავაკეთე. ჩემთვის რამაზი გავს იმ ბუმბერაზების გვერდით, როგორც იყო ზაქარიაძე, როგორც იყო გოძიაშვილი. ესე ვაფასებდი მე რამაზის ხელოვნებას, ეს იყო უდიდესი მსახიობი, ძალიან ნიჭიერი.